აი მერე შემთხვევით რომ არ მითხრა ეს რა გამოვტოვეო 8 დღით ადრე გაფრთხილებ და სანამ გეტყვი რა გელის 29 სექტემბერს ახლა არის 21 სექტემბერი 12 საათი უბრალოდ მომისმინე ბოლომდე ყურადღებით, ოკეი? იცოდე რომ ძალიან მაგრად მევასები და შენთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. ასე რომ კარგად მოკალათდი, გეულდება ძალიან საინტერესო ვიდეო. დღეს რომ დახედო სიტუაციას, მოდი ჩვენი საყვარელი საქართველო ავიღოთ. აქაც ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. ხალხი გარბის სხვა ქვეყნებში, ოღონდ რაღაც იშოვოს, მექსიკაში გადადიან და ძალიან რისკავენ საკუთარი ცხოვრებით, ოღონდ რაღაცა იშოვონ და თავისი ოჯახი არჩინონ. ამის გარდა არსებობს ძალიან ბევრი სხვა პროფესიაც, მაგრამ თანამედროვე ადამიანი არის თავგზა აბნეული, ზუსტად იმის გამო, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა და არის ის რას მოკიდოს ხელი. მაგრამ ნახე, რაშია საქმე. რეალურად ყველა ცხოვრების ბოლოს ერთი და იგივე ფასს ვიხდით. არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, ემიგრაციაში ხარ, ვიდეო ბლოგერი ხარ, რა ვიცი, ინვესტორი ხარ, უძრავი ქონების მაგნატი ხარ, ანუ მნიშვნელობა არ აქვს. ბოლოს ვიხდით ერთი და იგივე ფასს. ყველანი ვკვდებით. ზუსტად ესე, ხო, იხდი საფასურს სუპერმარკეტში. რაღაცას რო იღებ, ბოლოს სალაროა, რომ უნდა გადაიხადო ამ პროდუქტების საფასური. ყოველი წამი, ყოველ წუთს, რასაც ვატარებ დედამიწაზე, ბოლოს ვიხდით სიკვდილის სახით საფასურს. ხო და, შეხედე. ანუ თუ ყველას ერთი და იგივე ბოლო გვაქვს, ხო? შენი აზრით, აი რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნები? მოლარე იქნები თუ ის ადამიანი, რომელიც თავად ქმნის თავის რეალობას? მე მინდა რომ იყო მეორე. მინდა რომ ეს ცხოვრება, რომელიც, არ ვიცი, რამდენი არსებობს, მაგრამ ჩვენ ჯერ ვიცით რომ ერთი ცხოვრება არსებობს. რომ ეს ერთი ცხოვრება გაატარო ისე მაგრად, ისე საინტერესოდ, შეუზღუდავად, რომ ქონდეს აი ყველაფრის პოტენციალი და მე ვიცი რომ ეს შეგიძლია შენ. მე ვიცი რომ ეს შეგიძლია შენ. თუ მე და ელისონ ეს შევძელით, ვინც არ იცის ელისო ჩემი მეუღლეა, ხო და მისმინე, რეალურად ვიცი რა არის ხელფასი 400 ლარი, ვიცი რა არის ვივუსიდან ვივუსამდე ცხოვრება, ვინც არისით მიკროსაფინანსო იყო, მთელი საქართველოს მაღაზია იყო. ხელფასიდან ხელფასამდე, ვივუსიდან ვივუსამდე, სესხიდან სესხამდე, აი ესე ცხოვრობდი მეც. მანამ სანამ არ გავიაზრე ეგ ფაქტი, ხო? რა მნიშვნელობა აქვს? როგორი ცხოვრება იქნება, სიღარიბეც რთულია, სიმდიდრეც რთულია. მოდი მე მეორე სირთულეს ავირჩევ, ხო? ამ გზას დავადგები. თუ ორივენაირად რთულია, ხო? არ ვიცი, სიღარიბეზე რთული რა არის, მაგრამ მოდი ავირჩევ მეორე სირთულეს. იმ სირთულეს, სადაც ჩამოვეყალიბებ სწორ ჩვევებს, გადავლახავ შიშებს, ჩავდგები დისციპლინაში, როგორც არ უნდა გზნობდე თავს, გადავიღებ ვიდეოს და ასე შემდეგ, ხო? და სიღარიბეში რა, სიღარიბეში ფიქრობ იმაზე, როგორ გადავარჩინო ოჯახი. ხვალ რა ვჭამო? ოდეს მე ვიმოგზაურებ და ყველაფერზე რო ოცნებობ. მაქსიმალურად გულწრფელი მინდა ვიყო ახლა შენთან. თუ ჩვენ ეს შევძელით 400 ლარიდან 800 გავაკეთეთ, 800 ლარიდან, მერე 2000 ლარი ქონდა, მერე 3000 და ზუსტად იმ სტრატეგიის განერგვიდან, რასაც 29 სექტემბერს მე მოგიყვები, ჩვენი შემოსავალი 2 კვირაში 3000 ლარიდან 30000 ლარამდე გაიზარდა. აი ახლა ვხედავ უნდობლობას შენს თვალებში. შეიძლება აი სკეპტიციზმი ჩაგერთო. მაგრამ დამიჯერე, ძალიან რეალობაა. შენს შეგიძლია ეს. და მე ზუსტად ამას მოგიყვები 29 სექტემბერს. საღამოს 8 საათზე გელოდები ტელეგრამში. სუპერ მეგა ვებინარი გელოდება, მასტერკლასი უბრალოდ, მართლა მასტერკლასი იქნება. ჩავატარებ მას მე, პირადად, კითხვებსაც ვუპასუხებ.
და ეს მასტერკლასი ჯდება 950 ლარი, მაგრამ შენთვის იქნება სრულიად უფასოდ Telegram live-ში. გეოდები 29 სექტემბერს 8 საათზე. ლინკებს ნახავ, გადადი, გამოიწერე ჩვენი დახურული Telegram-ის არხი და ზუსტად მანდ გაეცნობი ბოლო სიახლეებს. საუკეთესო ცხოვრებას გისურვებ და ვიცი რომ ამას იმსახურებ. აბა შენიც.